ვის ენატრებით ახლა? მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ორ ვარიანტად. ვის ენატრებით ახლა? აი ამ მომენტში, როდესაც შემოხვედით, შემოიჭყიდეთ ჩემს არხზე და გაინტერესებთ ეს ინფორმაცია. ვის ენატრებით ახლა? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. გამოიწერეთ სხვათა შორის არხი, შეგახსენებთ, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი და მუდამ იყოთ სიახლეებთან შემხაბლობაში. პირველი ვარიანტი ეს არის ლაბრადორი და მეორე ვარიანტი კი წითელი იასპის ნიშარა. მაშასა და მე შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ლაბრადორიტი. ვის ენატრებით ახლა? ვის ენატრებით? არკანი ვარსკვლავი ამოვიდა. ადამიანს, რომელიც ახლა თქვენგან ძალიან შორს არის, შესაძლებელია რამდენიმე 1000 კილომეტრიც გაშორებდეთ ერთმანეთს. ადამიანს ახსენდებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მდგომარეობა რაღაცნაირად შეცვლილია. აი შესაძლებელია ცოტა ესეთი ალკოჰოლის მიღებულ მდგომარეობაში, როდესაც არის ან სავსე მთვარეობას, ან მოჭედილი ვარსკვლავები, როდესაც არის ამ ადამიანს რაღაცნაირად თქვენ ახსენდებით ხოლმე და რაღაცნაირი შესაძლებელია შერეული გრძნობები მოდიოდეს, ხო, მონატრებაც მოდიოდეს, სტრესიც მოდიოდეს, ხო, ტკივილიც მოდიოდეს. აი რაღაცა ესეთი ინფორმაცია წამოვიდა პირველი ვარიანტი თქვენზე. იცანით ვინ არის მეორე ვარიანტი? წითელი იასპი. მოდით ვნახოთ ვის ენატრებით ახლა. არკანის სამყარო. მე არ შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ ერთ ადამიანს ენატრებით, იმიტომ რომ მეორე ვარიანტი აქ მაჩვენებს იმას, რომ იმდენად განსაკუთრებული ადამიანები ხართ, რომ ფაქტიურად ყველა ის ადამიანი, ვინც წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ვინც წავიდა ხო თქვენი ცხოვრებიდან, აქ თითქოს რამოდენიმე ყოფილიც შეიძლება იყოს, ვისაც ენატრებით ხვდებით ხომ? თითოეული მათგანის ცხოვრებაში ძალიან დიდი და წარუშლელი კვალი დატოვეთ, ეს შემიძლია გითხრათ. ძალიან საინტერესოა ვის ენატრებით და მე შემიძლია აქ ორი ადამიანი დაგისახელოთ განსაკუთრებით, რომლებსაც თქვენს მიმართ თბილი გრძნობები ქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლაც აქვთ და ეს ადამიანები შესაძლებელია პერიოდულად ჩდებოდნენ თქვენს ცხოვრებაში, მერე პერიოდულად ქრებოდნენ, მაგრამ არის თქვენში რაღაცა ისეთი მაგნიტური, რასაც ეს ადამიანები ვერ ივიწყებენ, ხომ? ზოგადად საბედისწერო ადამიანი ხართ, თუ კი ვინმე ცხოვრებაში გამოჩნდით, ეს ნიშნავს იმას, რომ ან თქვენ რაღაცა სერიოზული გაკვეთილი უნდა გაიაროთ, ან იმ კონკრეტულმა ადამიანმა. თუმცა შესაძლებელია პარტნიორული ურთიერთობებში ყოფნა გიჭირდეთ კიდევაც. გისურვებთ წარმატებებს.